ხაშურში მცხოვრები რაუია ხვედელიძე სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს. ის შვილთან ერთად უკვე 33 წელია ერთ ოთახში ცხოვრობს. ხვედელიძეების ინფორმაციით ოჯახი სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან ირიცხებოდა, თუმცა გასული წლის ნოემბრის თვიდან დახმარება შეუწყვიტეს. დახმარება 2005 წელს ვიღებდი და მე ნოემბერში იმასკენს. ერთი ოთახია და ისე საბანჯარი და გარების არ არის და არასგალესელი და წყალი შემოდის ხანდახან. ამ პირობებში აი ასეთ სოციალურად აი დაუცველ ადამიანს თუ შეიძლება რომ მოუხსნა დახმარება. ამ ერთ ოთახში ჭერი რას გავს ხალხნო? აი თუ კი რამე აქვს უმეზობლებისგან ნაჩუქარი სკამია, ეს კრესლო მაგალითად მე ვაჩუქე. არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. სიცივეში, ყინვაში არის, საჭმელია თუ რაღაცა, ვისაც რა შეგვიძლია, ყველანაირად ხელს უწყობ და გვერდში ვდგივართ. ხვედელიძეების მსგავსად სოციალური დახმარება შეუწყვიტეს არუთინოვების სამსულიან ოჯახსაც. მარინი არუთინოვი დიას გადამღებ ჯგუფთან მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს და მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ძალიან ცუდ პირობებში ვარ, სიმართლე რო გითხრათ, ელემენტარულად რო გითხრათ, გაზის შემოყვანა არ შემიძლია, პურის ყიდვა არ შემიძლია, შუქის გადახდის თავი არ მაქვს. ელემენტარულად რო გითხრათ, შემოსავალი არ გააჩნია ოჯახს. ხაშურის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ არუთინოვების ოჯახს დახმარება საზღვრის გადაკვეთის გამო მოეხსნათ. რაც შეეხება ხვედელიძეების ოჯახს, სააგენტოს დირექტორის თქმით, განცხადებით ხელმეორედ მომართვის შემთხვევაში ოჯახს სოციალური აგენტი შეამოწმებს, რის შედეგადაც გადაწყდება დაიბრუნებს თუ არა ხვედელიძეების ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის სტატუსს. რაუია ხვედელიძეზე მოგახსენეთ პირველ რიგში კონტროლში ჩაძა სამწლიანი კონტროლში განახორციელეთ ვიზიტი აღმოჩნდა მისამართის ცვლილება, ანუ შეცვლილი ქონდა მისამართის საცხოვრებელი ადგილი კონკრეტულად რის შესახებაც განყოფილებაში არ განაცხადა. რაც შეეხება მარინე არუთინოვის ოჯახს, ბატონ ლევან არუთინოს ქონდა საზღვარგეთე 6 თვეზე და მეტი. ამ შემთხვევაში ამოქნეთ და ინსტრუქციით მუხლი, რომელიც განიცდილებს 3 წლით შეწყვეტას, ანუ პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ აქვს 3 წლის განმავლობაში. გასული წლის იანვრის მონაცემებით სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში ხაშურიდან 3964 ოჯახი ირიცხებოდა. 2014 წელს კი აღნიშნული ოჯახების რიცხვი 300-ით შემცირდა.